რა არის გროტი და რატომ ხატავდნენ მას ხშირად მხატვრები? გროტი ბუნებრივი ან ხელოვნური გამოქვაბულია, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა ძველ ბერძნულ და რომაულ კულტურაში. მაგალითად, ელინისტურ ქალაქ როდოსში ხელოვნურად ამოკვეთილი გროტები ქალაქის გეგმარებაში ისე იყო ინტეგრირებული, რომ ბუნებრივად გამოიყურებოდა. ხელოვნური გროტების შექმნა ბაღებში პოპულარულ ტენდენციად იქცა განსაკუთრებით მანიერიზმისა და ბაროკოს ეპოქაში. ბაღის გროტების გარე მხარე ხშირად დიდ კლდოვან ქვას ჰგავს. შიგნით კი ისინი მორთულია შადრევნებით, სკულპტურებით, სტალაქტიტებით, იმიტირებული თვლებითა და ნიჟარებით, ასევე ჰერმებით, ქალთაუზებითა და მითოლოგიური სცენებით. გროტები ამ პერიოდის ბაღებში იქცნენ იდუმალი და ესთეტიურად დახვეწილი გარემოს სიმბოლოდ. მხატვრობაში ხშირად იყო ასახული ბუნებრივად წარმოშობილი გროტები, განსაკუთრებით ისინი, რომლებიც წყლის სიახლოვეს მდებარეობდნენ. ასეთ გროტებს ხშირად უკავშირებდნენ მითოლოგიურ ფიგურებს ან პოეტურ ნარატივებს, რაც მათ უფრო სიმბოლურ და რომანტიკულ დატვირთვას ანიჭებდა. მეტი ასეთი კონტენტისთვის არ დაგავიწყდეს ჩემი გვერდის გამოწერა.